არსებობს ადგილები, რომლებიც არარეალურად გამოიყურება. თითქოს დედამიწაზე საერთოდ არც ხარ. თითქოს ბუნება ჩამოჯდა, ამის უნდკად და რაღაც საოცარი შექმნა. დღეს ყველაზე მაგიურ და დაუჯერებელ ადგილებს გაჩვენებთ, ისეთებს, რომლებიც ზღვარს აქრობს ოცნებასა და რეალობას შორის. Salar de Uyuni, ბოლივია. მზიან პერიოდებში ეს მხოლოდ მარილიანი უდაბნოა, მაგრამ როცა წვიმს, ის სარკედ იქცევა. Salar de Uyuni სრულად ირეკლავს, ისე რომ ვეღარ ხვდები ცაში ხარ თუ დედამიწაზე. სიარულის დროს ისეთი განცდა გაქვს თითქოს ღრუბლებზე დადიხარ. ღამით კი ვარსკვლავები ცაშიც და დედამიწაზეც. ეს მშვიდი და უსასრულო ადგილი ნამდვილად ფანტასტიკური ფილმის ნაწყვეტს გავს. ტალღა, არიზონა. ამერიკის შეერთებული შტატები. არიზონის უდაბნოში ქარსა და დროს შორის თითქოს დროში გაყინული წითელი ტალღები ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. თითქოს დედამიწამ გადაწყვიტა აბსტრაქციული ნახატი შეექმნა. ამ ადგილს კიდევ უფრო უნიკალურს ის ხდის, რომ შესვლა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ლატარის პრინციპით ყოველდღე კონკრეტული რაოდენობის ადამიანს არჩევენ, რათა ხალხმრავლობისგან დაიცვან ლოკაცია. ვადი რუმი, იორდანია. ასეთი იქნებოდა მარსი, სული რომ ჰქონოდა. ვადი რუმს დედამიწურ მარსაც ეძახიან. ვარდისფერი ქვიშა, გიგანტური კლდეები და მზის ჩასვლის დროს ალისფერი ქვიშის ტალღები. აქ ცხოვრობდნენ მომთაბარეები და წინასწარმეტყველები. ღამით კი როცა მზეს ღრმა კოსმოსი ცვლის, ხვდები რომ დედამიწისგან საკმაოდ შორს ხარ. სანჯიანჯია, ჩინეთი. ეს მთები ფილმ ავატარის შთაგონებაა. ბუნდოვან ნისლში ამოსული თხელი კლდის სვეტები ცაში იჭრება, თითქოს კოსმოსში მიფრინავენ. აქ სეირნობა ზღაპარში სიარულს გავს, გრილი ჰაერი, ჩუნი ბილიკები და ხეები, რომლებიც გესაუბრებიან. მოზნექილი დღე, პოლონეთი. დღე, სადაც ხეები სწორად არიზრდებიან. 400-ზე მეტი ფიჭვი ყველა მოზნექილი, თითქოს ვიღაცამ გამიზნულად მისცა ასეთი ფორმა. რადგან მოხდა ასე, არავინ იცის. ზოგი ამბობს, რომ ქარის ბრალია, ან ადამიანების. ასევე არის ასეთი მითი, რომ ერთმა ნავთამშენებელმა გამიზნულად მისცა ფორმა, რათა ნავები დაემზადებინა და შემდეგ მიეტოვა. მაგრამ სიმართლე უცნობია, ნამდვილად უცნაურია. ბრუსელიანდის დღე, საფრანგეთი. დღე, რომელიც ლეგენდებით არის გაჟღენთილი. ამბობენ, აქ მერლინ ჯადოქარი განისვენებს. აქ რაინდები ჯადოსნურ წყაროებსაც ეძებდნენ. და როცა ნისლი ეშვება, ხვდები რომ აქ რაღაც მისტიური ხდება. ბრუსელიანდი უბრალოდ დღე არ არის, ესაა ცოცხალი ზღაპარი, დღე, რომელიც კი არ მოინახულე, არამედ შეხვდი. ცინგის ქვა, მადაგასკარი. ცინგი მადაგასკარზეა, ადგილი, სადაც მიწა ასობით ბასრიწვეტიანი კლდით იჭრება ცაში. ეს არ არის მთა, არც კანიონი, ეს არის ქვების ლაბირინთი, სადაც ფეხით სიარული სერიოზული ჩელენჯია. აქ არის ცხოველები არიან და ამის გამო მთელ ტერიტორიაზე სიჩუმეა. ლეგენდები ამბობენ, რომ აქ სულები დადიან და ვინც ამ ტყეში შესვლას გაბედავს, შესაძლოა თავის თავსაც გადააწყდეს. ეს ადგილები ნამდვილად არსებობს, არც კოსმოსში, არც ფილმში. ზოგი მშვიდია, ზოგი უცნაური. ყველა კი ერთ რამეს გვეუბნება, დედამიწამ ჯერ კიდევ იცის, თუ როგორ გაგვაუწოს. არ დაგავსდა სახის გამოწერა, ლაიქი და გაზიარება. მომავალ ვიდეომდე.